პატარა დედამიწა ერთ სივრცეში მოექცა, სხვადასხვა ქალაქის სურნელი დატრიალდა. თუ ჯერ არ ყოფილ ხართ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ და შთამბეჭდავ ადგილებში, წინ დიდი ვოიაჟი გელოდებათ. მამუკა ცეცხლაძემ მოგზაურობისას ბევრი ემოცია შეაგროვა და ტილოებზე სპეციალურად დღევანდელი გამოფენისთვის გადაიტანა. გალერეა ვანდა მხატვრის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. მამუკა როგორც ყოველთვის გვაოცებს თავისი არაჩვეულებრივი ოსტატობით, გემოვნებით, ფერთაგამით და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი დიდი საჩუქარია მამუკა ცეცხლაძისგან, ასე ვთქვათ, ჩვენ საზოგადოებას, იმიტომ რომ ყველა ხელოვნების მოყვარულს ექნება შესაძლებლობა კიდევ ერთხელ შეეხოს მის ძალიან საინტერესო შემოქმედებას და ნახავს, იხილავს კიდევ ერთ ულამაზეს გამოფენას, მით უმეტეს რომ უმრავლესობა ნამუშევრების, რომელიც იფინება დღეს, არის სრულიად ახალი. შთაგონებებით შექმნილი 65 ტილო, ყველა ჩვეული სიმშვიდით, გემოვნებითა და მუხტით გაჟღენთილი, არტისტის ჩვეული სტილითა და მიმართულებით შესრულებული და ერთი სიახლე. მამუკა ცეცხლაძის ფერწერულ ტილოებს თბილისის პეიზაჟების სერია შეემატა. 60-იანი წლების სულ სხვანაირი თბილისი, ისეთი როგორიც ბევრს აღარც ახსოვს. ეს არის ჩემი ბავშვობის და ჩემი ეს ახალგაზრდობის რაღაც პერიოდი და რაღაცა თავში რაღაც დარჩენილი ასოციაციები და ეს დამოკიდებულება, სადაც მაგათი პრობლემები არ იყო მანქანაში და არა ეგეც საკმარისია. ხო, ნუ მანქანები ძალიან ცოტა იყო და ხიდი მაგალითად მუხრანის ხიდი აღარ არის, პარატაშვილის ხიდია და რაღაც ეს ნოსტალგიური განწყობა და რაღაც გახსენებასავით რაღაც მომიდა ამის გაკეთება რა. ამიტომ ეს ამ ხრივ ეს წარმოდგენილი არის ესენი 60-იანი წლების ეპოქა. ბაქო, ვენეცია, პარიზი, მოსკოვი, მოგონებები, განცდები და ემოციები, შთაბეჭდილებებით დატვირთული და განწყობით გაჯერებული ექსპოზიცია გალერეა ვანდაში დღეს გაიხსნება და 2 კვირა დაგელოდებათ.